2026 წლის აპრილის მიწურულს თბილისი ევროპის პედიატრთა აკადემიის ყოველწლიურ ფორუმს პირველად უმასპინძლებს. სამედიცინო პლატფორმა Medscriptum ამ ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იქნება. შემოგთავაზებთ ინტერვიუებს დარგის უცხოელ და ქართველ ლიდერებთან, გაგაცნობთ მნიშვნელოვან სიახლეებს, თანამედროვე რეკომენდაციებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ბავშვების ჯანმრთელ მომავალს. საქართველოს შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა, ღონისძიება ტარდება საქართველოს პედიატრიის აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის პრეზიდენტი სიცოცხლის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრი, პროფესორი მაია ჩხაიძე არის დღეს ჩვენი სტუმარი. ხალბატონო მაია, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გესწრებათ. ჩვენი პირველი კითხვა შეეხება სწორედ ამ დაგეგმილ კონფერენციას და იმ საქმეს, რომელიც საქართველოს პედიატრთა აკადემიამ გასწია, რომ ის პირველად საქართველოში ჩატარდეს წელს. როგორ შეირჩა ეს რეგიონი და რომ მოგვიყვეთ ისტორია ამ ყველაფერს? დიდი მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ეს რეალურად რაც ხდება 30 აპრილის 3 მაისი არის ძალიან სერიოზული განაცხადი ევროპის ქვეყნებთან, ასე ვთქვათ, გათანაბრებისთვის, იმიტომ რომ საქართველო არჩიეს და ძალიან რთული იყო თქვათ ამის მიღწევა და მე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ვერ წარმომედგინე რომ არჩევდნენ საქართველოს, თქვათ ასეთი მაღალი კლასის და მაღალი აკადემიური სპეციალისტების და სპიკერების მოწვევისთვის და არჩევდნენ ჩვენ ქვეყანას. მაგრამ მოხდა ესე რატომღაც დაინტერესდა, რატომღაც არ ვიცი უბრალოდ რატო დაინტერესდა, მაგრამ ცოტა შორიდან რომ მოყვე ეს ისტორია. პედიატრთა აკადემია შეიქმნა და დაარსდა 2008 წლის დეკემბერში და ამ დღიდან მოყოლებული მისი მიზანი არის საქართველოს პედიატრებს, ოჯახის ექიმებს, ნეონატოლოგებს და ზოგადად მომიჯნავე სპეციალობის მქონე ექიმებს განათლება სფეროში ყოველი ახალი გაიდლაინი მიაწოდონ, ჩატარდეს ტრენინგები, ძალიან ბევრი გაიდლაინი შევქმნით, ვაძლევთ რეცენზიებს სხვადასხვა ტრენინგებს, ასევე ვატარებთ ძალიან ხშირად ტრენინგებს, ასევე კონფერენციებს ვატარებთ, ოღონდ ლოკალურად საქართველოს მასშტაბით და ასეთ დიდ მასშტაბზე არ ყოფილვართ არასდროს თქვათ კომუნიკაციაში სხვა ასოციაციებთან და მოხდა ისე რომ გავწევრიანდით ჩვენი ასოციაცია გახდა 4 წლის წინ პედიატრთა ევროპის პედიატრთა აკადემიის წევრი გახდა ასოციაცია. ნუ ამისთვის მოგესალმებით საწევროდ გადასახადია და მთელი რიგი მიწერ-მოწერა და მოლაპარაკებები იყო. შემდეგ შეიცვალა პრეზიდენტი ევროპის პედიატრთა აკადემიის ბატონი ბერტოლდ კოლესკო არის ამჟამად, რომელიც შარშანი იქნა არჩეული და თვითონ ბერტოლდმა მოინდომა ყველა ქვეყნის პედიატრ ასოციაციებთან, რომელიც კონტაქტში იყო მათთან, პირისპირ ესე რა ქვია, ქოლებით თქვათ დაკავშირება და მოხდა ესე დაკავშირება და მითხრა რომ ძალიან მაინტერესებს საქართველოს, თუმცა ერთხელ ყოფი იყო და სულთლად საქართველოზე რო თქვა რომ წარმოდგენა არ ქონდა, მაგრამ ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. ამიტომ მე მინდა რომ თქვენთან ერთად რაღაცა ერთობლივი პატარა კონფერენცია იქნებ გავაკეთოთო და მოხდა ისე რომ შარშან მაისის თვეში ესპაგანის კონგრესი იყო ფინეთში, ჰელსინკში და იქ თხოვა რომ აი ამა და ამ ადგილას, ამა და ამ ლაუნჯში დავხვდები და შევხვდეთ ერთმანეთს და მე და ჩემი კოლეგები, რომელიც ბორდის წევრები არიან, წავედით და შევხვდით ბატონ კოლესკოს. აი ამ შეხვედრის თქვა რომ თუ თქვენ ხელს შემიწყობთ, მოდით ჩამოვიყვან რამდენიმე ისეთ გამოჩენილ სპიკერს, სადღაც 3-4 სპიკერს, დანარჩენი თქვენი ყავით ქართველი მხარის სპიკერები და გავაკეთოთ ერთი ერთობლივი ესეთი კოლაბორაციით კონფერენცია, რომელიც სულ 100 ადამიანის პარკლებში. და უთხარით რომ ჩვენ გავაკეთებთ აკრედიტაციას, იმიტომ რომ ექიმებს კრედიტგულები ჭირდებათ, უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციას ჩვენ გავაკეთებთ, სასტუმრო შევარჩევთ, შემდეგ კოლესკო ჩამოვიდა სადღაც 2-3 თვის შემდეგ თბილისში და მოვილაპარაკეთ რომ თემატიკა შევარჩევთ, მოდულები რაზე შეიძლება და გვესაუბრა, თვითონ შემოგთავაზა რამდენიმე სპიკერი, ჩვენი სპიკერები გვეყოლებთ და რასაკვირველია და ესე დავიშალეთ და შემდგომ როდესაც დაბრუნდა ევროპაში მე მოგწერა რომ ისეთ რა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ყოველ წელს ფორუმი სადღაც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება რომ წელს გადავწყვიტეთ რომ ავარჩიოთ საქართველოს და ანუ გითხრას რომ თქვენთან ერთად გვინდა გაკეთება და რასაკვირველია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ძალიან ნერვიულობ და მხარდაჭერაც სჭირდება ამას იმიტომ რომ ამ ხელა ფორუმი ჩამოდის სადღაც ფიქრობენ რომ 400-მდე ექიმი ბევრი ექიმი დაესწრება როგორც ვიცი ევროპელი ასევე ევროპელიც კი
შეიძლება რომ მოიხილოთ და ისაუბროთ საინტერესოა. თემები არის პედიატრია, ნეონატოლოგია და პედიატრიის ყველა მომიჯნავე სპეციალობა. ეს იქნება ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ბავშვთა ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, ასევე რაღაცა პოლიტიკის თემა, აის შემოჭრა, თქვათ, სამედიცინო სფეროს სხვადასხვანაირი თემატიკა არის და სპეციალისტები, სპიკერები ძირითადად ევროპელები არიან, ქართველი სპიკერი სულ რაღაც 4 არის, მეტი არა, ესენი არიან სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები ბატონი ივანე ჩხაიძე, მაია ხერხეულიძე, ნანი ყავლაშვილი და თინათინ კუტუბიძე. აი ეს 4 სპიკერია სულ ქართველი. ამ ტიპის კონფერენციებს აწყობს პარაგონის ჯგუფი არის ესეთი, რომელიც ორგანიზატორია ტექნიკურ ხარდაჭერას და ყველა ტექნიკურ ხარეს ესენი აორგანიზებენ და ეს იმათი დირექტორიც იყო ჩამოსული უკვე ორჯერ თბილისში და როცა დაათვალიერა სასტუმროდ რატომ რაღაც რედისონი ყველაზე უფრო მოეწონა ეს ლოკაცია თქვათ 4დღიანი ფორუმისთვის და ამ 4დღიან ფორუმზე გარდა იმისა რომ სესია იქნება 30-ში გახსნა იქნება მერე პირველში და ორში იქნება სესიები პარალელური ორ დარბაზში ერთ ადგილას თქვათ თუ პედიატრია მეორე შეიძლება ინფექციური დაავადებები იყოს იმ დღეს და ასე შემდეგ ანუ თემატიკა არის გაშლილი სხვადასხვა მიმართულებით თუმცა ძირითადად პედიატრებისთვის და ოჯახის ექიმების ნეონატოლოგებისთვის და მისი მომიჯნავე სპეციალობებისთვის იქნება საინტერესო და რაც მინდა გითხოთ ახსენეთ რომ ბევრი ევროპელი ექიმი დაესწრება ამ კონფერენციას ქართველი ექიმები თუ იქნებიან 100 წარმომადგენლები და მაგამდე მივდივარ ახლა მომცეს კოტა თავიდან თქვეს რომ იქნება 100 და უკვე 100-ზე მეტია დარეგისტრირებული და მითხრეს რომ არ შეგზღუდავთ მაგრამ ტარიფი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი ტარიფები აქვს იქ აი რეზიდენტებისთვის და დამწყებებისთვისაც კი 450 евро იყო და ეს იმხელა თანხა და შემდეგ უკვე ეს ადრეული რეგისტრაცია შემდეგ იმატებდა თანხა და უთხარით რომ ამ თანხას ჩვენთან ვერც ერთი ქართველი ექიმი ვერ გადაიხდი და ამიტომ მოგცეს გარკვეული კი ძალიან დიდი ფასდაკლება და გამოვიდა რომ 100 евро იყო თავიდან გადასახდელი, ხა 120 ევროა და აი ამ 120 ევროთი ბევრი ქართველი ექიმი შევიდა. გარდა ამისა, თარგმანის იქნება QR კოდი, რომელთაც დარეგისტრირებული დელეგატი რო შევა, ამ QR კოდის მიხედვით რამდენიმე ენაზე ნამდვილად იქნება თარგმანი. ინგლისური ენოვანისთვის არ იქნება მით უმეტეს რთული თქვათ მოსმენა და მონაწილეობა. რა არის ყველაზე ისწავლე პრობლემა, რომელიც დგას პედიატრიის წინაშე და ეს ამ კონფერენციაზე თუ ისაუბრებთ ამაზე. პედიატრიის წინაშე და საერთოდ მედიცინის წინაშე არაერთი პრობლემა ამ ეტაპზე. პრობლემა რომელიც თქვა პედიატრიაში არის, ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა, მე რასაც ხედავ ამჟამად არის ვაქცინაციის მიუღებლობა მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ ამაში ექიმები წოდავენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ექიმს, იმიტომ რომ მან უნდა დაარწმუნოს მშობელი, რომ ეს არის ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ბავშვის ინტერესები ირღვევა, იმიტომ რომ მშობელი იღებს გადაწყვეტილებას 18 წლამდე ბავშვს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და არ უნდა რომ აცრას მშობელს ბავშვი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ეხლა ისეთი ინფექციები წამოვიდა, რომელიც აქამდე არ იყო დიდი რაოდენობის შემთხვევები, მაგალითად 2019-ში თუ ყივანახველის შემთხვევა სულ 160 იყო საქართველოში, 2023-ში უკვე 2000-მდე იყო დადასტურებული შემთხვევა, ისე უფრო მეტი იყო. იმათაც წითელას შემთხვევა იმ ყივანახველს თავის ახსნა აქვს, რომ თქვათ აცელულარული ვაქცინები შეიძლება ისე აღარ იმუშავა წლების განმავლობაში და ევროპაში უკვე ბუსტერს უკეთებენ, დიდებიც იკეთებენ და 14 წლის ასაკშიც სამკომპონენტიანი ბუსტერი არის და იმას უკეთებენ ახალგაზრდებს და სხვა პრობლემების გარდა ამას ყველაზე დიდი პრობლემა თქვედა, იმიტომ რომ თუ ვაქცინაცია არ ჩატარდება, ეს არის ერთადერთი საშველი, რომ პრევენცია მოხდეს დაავადებების, ყველაზე მნიშვნელოვანი პაპილომავირუსის ბოლო ვაქცინა იყო, რომელიც საქართველოს შემოვიდა და უფასოდ არის და იხვეწებიან და უკვე მისცეს კაცებსაც და ქალებსაც, რომ 46 წლამდე გაიკეთოთ ეს ვაქცინა. ჯერ იყო საუბარი ვინმე 4 კომპონენტიანი არ გვინდა, 9-იანი გვინდა, იმიტომ რომ ამერიკაში 9-იანი გვაქვს ახლა, მაინც არ იწრებიან. ანუ აი ეს არის ამ წუთში ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოსთვის და ამ კონგრესზე პირველი მოხსენება სწორედ ვაქცინაციაზე არის ფათაშორის და კიდე გამოცვლელი იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ახალგაზრდებთან ურთიერთობის და აი ბევრ სხვა საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც საინტერესო იქნება ძალიან ჩვენი ექიმებისთვის. კი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მე გავიცანი
ამ კონფერენციის განვის და ერთ-ერთი თემა რომელიც ნახე იყო ცელიაკიის დაავადება, რომელიც საქართველოში ასევე საკმაოდ პრობლემური არის და მისი მართვაც პრობლემური არის. და მიხარია რომ ეს თემაც იქნება განხილული ასევე ამ. კი, აუცილებლად იქნება ეს თემაც, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოხსენებელი სწორედ ცელიაკიის. საქართველოს ახლა უკვე დიაგნოსტიკა აღარ არის გართულებული, იმიტომ რომ თუ ექიმა, მთავარი ექიმა, ოჯახის ექიმა, პედიატრმა ეჭვი მიიტანოს, რომ აქ ცელიაკიასთან გვაქვს საქმე და თუ ის ნიშნები იცის და ამის გამოცნობა ეს არის მთავარი მიზანი, რომ მიხვდეს ექიმი, როდეს გადაამისამართოს თქვა კვლევებზე და მე უკვე დიაგნოზი როცა დასმულია, მოიხსენებათ მე პურნალობა, უმეტესი დაავადებების შესაძლებელია. ალბათ ერთ-ერთი თემა, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, შევეხო კონფერენციის ფაგნებში საკმაოდ დიდი დრო აქვს დათმობილი დებატების და დისკუსიის ფაზას. რატომ თქვენ ასეთ მნიშვნელოვნად რომ იყოს ექიმებს შორის კომუნიკაცია და ამ თემების განხილვა? თვითონ დებატებს და ამ ცოცხალ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ასეთი პირადი კომუნიკაციების დროს ძალიან ბევრი საინტერესო, თქვათ, кейსი შეიძლება იყოს განხილული. ქართველი მხარე თავისას წარმოადგენს, თქვათ, შეკითხვის სახით შეიძლება იმათთან იყოს ამ საკითხზე განხილვა, ისინი თავიანთ кейსებს წარმოადგენენ. კურნალობის მეთოდები, ახლა გაიდლაინები ყველგან მისაწვდომია და ეროვნულიც გვაქვს, რომელიც ჩვენი მოგონილი არ არის ასაკურველია დაფუძნებულია ევროპულ და ამერიკულ გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე, მაგრამ მაინც მივდივართ იქითკენ, რომ შეიძლება ყოველთვის პროტოკოლში რაც წერია მთლიანად იმაში ვერ შევიზღუდოთ და ვერ მოვხვდეთ ამ მოცულობაში და შეიძლება რაღაც ახალი იყოს და იმ ახალ თქვათ ხედვებს და ახალ მიდგომებს ამ დისკუსიების დროს ნამდვილად გავიგებთ. ვორქშოპებიც არის როგორც ვიცი და იურიდიული გაკეთება იქნება შესაძლებელი. ვორქშოპების დროს საუბრები იქნება გარკვეულ кейსებზე, იქ ნუტრიციაზეა და მოზრდილებთან, მოზარდებთან ურთიერთობაზე ორი ვორქშოპი ესულ. იქ საუბარი რამდენადაც მე ვიცი ჯერ ახლა ბოლომდე არ გადმომიგზავნიან რასაკვირველია მოხსენებას, მაგრამ ვიცი რომ იქნება ძალიან საინტერესო кейსები ნუტრიციაზე იგივე ბავშვთა კვებაზე, როგორც ახალშობილებში, ახალშობილებში ზუსტ კვება ყველგან მიღებულია რომ ექსკლუზიურია, მაგრამ შემდგომ უკვე 6 თვის მერე დამატებით კვება როცა არის ტყოდლერების კვება და მოზარდების კვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვები პატარაობიდანვე წყლის საჭირო რაოდენობის მიღებას, ჯანსაღწმობის წესს, ჯანსაღყვებას უნდა მივაჩვიოთ, სამწუხაროდ არ ხდება ესე, რომ იზრდებიან ბავშვები მერე უკვე მშობლებსაც უჭირდა ექიმებთან მათთან აი კომუნიკაციის გზით თუ გააგებიებ, იმიტომ რომ ეხალდნელი ახალგაზრდობა ყველაფერს კითხულობს, აინტერესებს იქ რამდენი კალორია იქ რა არის. თუ დაინტერესებული ბავშვი, ასე რომ ამ მოზარდებთან ურთიერთობა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე თქვათ პატარა ასაკის ბავშვებთან უფრო რთულია რასაკვირველი, ამას მთელი ხელოვნება უნდა. აი ასეთ კერძო საკითხებზე და საინტერესო თემატიკაზე იქნება ეს ვორქშოპები, როგორც ვიცი. დიახ, და საბოლოოდ აუცილებელია შევეხოთ, ეს არის საკმაოდ დიდი კონფერენცია, რომელსაც დაესწრება 400-მდე ევროპელი ექიმი და ბევრი დელეგატი. საქართველოს ცნობადობას იქნება ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ევროპიდან ჩამოსული ადამიანებმა საერთოდ შეიძლება არ იციან საქართველო ვინ არის. შეიძლება იციან, მაგრამ აი ესე ყორმოკლეთ. ამიტომ ის რომ ჩამოვა, თქვა დაათვალიერებს ჩვენი ქვეყნის ბუნებას, თქვა თბილისის იქით შეიძლება ვერ მოახერხონ წასვლა, მაგრამ თბილისიც არ არის ცოტა რაღაცები, ჩვენ ხასიათს ძალიან მოწონთ ჩვენი სამზარეულო ყველას ვინც ჩამოდის და ამასაც მნიშვნელობა აქვს რაღაცა პოპულარიზაციისთვის და კოლაბორაციისთვის. ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია წინ. თუ ეს კარგად ჩატარდება, მე იმეც ვიქონიებ, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებელია ჩატარდეს. თუ ამხელა მასშტაბის არა, თქვათ უფრო მცირე ზომის კონფერენცია მაინც და ასევე შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ექიმი რო იქით წავიდეს და დარეგისტრირდეს, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აქ არის ფრენის თანხები, აკომოდაციის თანხები, რეგისტრაციის თანხები და ეს სერიოზულ თანხებზე გავდივართ და ამიტომ ყველას კი არა ერთეულებს აქვს ალბათ საშუალება. ამიტომ მე ვთვლი ეს არის ძალიან დიდი პედიატრებისთვის და ოჯახის ექიმებისთვის და ზოგადად ქართველი ექიმებისთვის ძალიან საინტერესო კონფერენცია იქნება. ამიტომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, იქნებ კიდევ დარეგისტრირდნენ, იმიტომ რომ ვებგვერდზე ძდებს ეს რეგისტრაციის საშუალება, საფეხურები როგორ უნდა მოხდეს და ვთვლი რომ იმედოვნებ და იმედს ძალიან ნერვიულობთ ყველა მთელი ჩემი ბორდის წევრები და მთელი პედიატრთა აკადემია, იმიტომ რომ სხვადასხვა პროექტები გაგვიხორციელებია, რასაკვირველია შეერთებული შტატების რაღაც ორგანიზაციებთან, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად რამდენიმე ერთობლივი პროექტები ქონდა, მაგრამ აი ესეთი დიდი მასშტაბის, რომელზეც ძალიან შფოთავს და ნერვიულობ, ჯერ არ ყოფილა და იმედს ვიქონიებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება.
კარგი. წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად. ასევე ალბათ ეს ყველაფერი შეცვლის იმ მიდგომებს იქნება ეს თუ გაიდლაინებს, რომელიც დღესდღეობით არის პედიატრიის დარგში. მენტალიტეტსაც ცოტა იქნებ სხვა კუთხით შეხედონ, იმიტომ როცა ნახავენ კოლეგები თქვა როგორ მართავენ და როგორ იქცევიან გარკვეულ სიტუაციებში, ესე ძალიან დიდი გამოცდილება იქნება და ურთიერთ გამოცდილების გაზიარებაც იქნება. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი და ისწრებ წარმატებებს და კონფერენციის წარმატებებს. მადლობთ. მადლობა.